მემშვიდობის მეგობრებო გუშინ პატრიარქმა ძალიან კარგად იქადაგა და კარგი აქცენტები გააკეთა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და იმ საშიშროებაზე რომელიც გველოდება და რომლის წინაშეც დგავართ ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ეს არის დემოგრაფია იქ ითქვა სავსებით გასაგებად რომ თუ სიტუაცია არ შეიცვლება ჩვენ ცოტა ხანში ქართველები საკუთარ ქვეყანაში ვიქნებით უმცირესობაში ეს არის სიმართლე და სიმართლე რაოდენ წარიც არ გინდა იყოს უნდა ითქვას და ამ სიმართლეს სჭირდება დაფიქრება, გაანალიზება და თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს ვისაც საქართველო უყვარს, ვისაც ქართველი ქვია და ვიფიქროთ და ვეცადოთ ამ პრობლემის გამოსწორებას. გუშინ ამ განცხადებას მოყვა ის, რომ პირველ რიგში აკრიახდნენ ადამიანები, ვინც თქვეს, რომ აბორტზე იყო იქ აქცენტი გაკეთებული, ჩვენი განსაკითხი არისო, აბორტს გავიკეთებთო თუ კლიზმასო ასე ეწერა ზუსტად ჩვენ მის აღმატებულება პრეზიდენტს, ყოფილ პრეზიდენტს და კიდე ძალიან ბევრი ადამიანის პოსტები შემხვდა, რომლებსაც გულზე მოხვდათ თავშად, უფრო ნაცების პოსტები იყო და მაინტერესებდა დღეს ხელისუფლების პოზიცია რა იქნებოდა და ხვდა ბედნიერება რომ მათი აღმატებულება ჩვენი ხელისუფლების განცხადებებისთვისაც მომესმინა და რა იყო განცხადებული მათ მიერ ნათქვამი ჩვენთვის ეს რაღაც თქვეს რომ ქადაგებაო და ეს საუბარი არის პატრიარქის საქმე და სასულიერო პირების საქმეო, მაგრამ კანონმდებლობითო არც ვფიქრობთო და არ გადაიხედებო, ნუ თუ არ ვცდები ქადაგიშვილი იყო და კიდე რამდენიმე მისაუბრა. და ეს ყველაფერიო თქვენი საქმეო ეკლესიის რომ იდეოლოგიურად ეს ყველაფერი ილაპარაკოთო და დარჩენილ თვითონ ხალხმა გადაწყვიტოსო რა. ეს ყველაფერი აი კაია ერთ მხრივ ის რომ მე ჩემთვის ახალი განცხადება არა ყოფილა ეგ რაც მაგათ თქვეს ეს არის ილუსტრაცია თქვენთვის ჩემოკარგებო ვინც მაგათ უყურებთ ხოლმე და ცდუნდებით აი ესე სანთლებით ხელში რო დგანან ან ვისაც გგონიათ რომ ნაცი და კოცი სხვადასხვა არის ან ერთი მაგარია და მეორე ცუდია ერთიაო რო ვიძახით ამას უკვე დიდი ხანია წლები არის რო არ გესმით ხოლმე აგერ გამოჩნდა როგორც კი პატრიარქმა რაღაც საკითხი დააყენა ის კონკრეტული პრობლემატური საკითხი რომელიც არის მართლაც ფუნდამენტური აბორტის საკითხი რომელიც კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს და თუ რატო უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით მაგას ვიტყვი ახსნი და ასევე დემოგრაფიაზეც ისაუბრა და ესევე აფუთფუთდნენ ორივე ხარე ერთის და მეორეც არ განსხვავდებიან ერთიდან ზუსტად ანუ რა გამოდის თუ კი ჩვენი ფუნქცია არის სასულიერო პირების მარტო ის რომ თქვენ ილაპარაკეთო და ხალხმა გადაწყვიტოსო კაცო ხალხმა თვითონ გაიკეთებენ თუ არ გაიკეთებენო აბორტსო ნუ ვიღაცებს კლიზმის გაკეთება უნდა თუ რისი უნდა თვითონაც არიცია მაგრამ გაგვანებეთო თავი ანუ ეს ყველაფერი არის ფარისევლობა როდესაც შენ ტაძარში დამიდგები დგეხარ იქ ქრისტიანი გქვია და
მაღალ ღირებულებებზე მექადაგები და რა ვიცი გინდა რომ რაღაც თავი წარმოაჩინო კონსერვატიული ღირებულებების როგორ ვთქვა ფუძემდებლად და ქრისტეზე დიდი ქრისტიანი გინდა რომ გამოხვიდე და სინამდვილეში კიდე ამოდროულად ცოდვის პროპაგანდას აკეთებ არ ცდილობ რომ ხელი შეუშალო ამ ყველაფერს რასაც ცოდვის გავრცელება ქვია შენ ხარ ფარისეველი ჩვეულებრივი ფარისეველი ხარ ქრისტეს მტერი ხარ არაფერი გაქვს საერთო არც კონსერვატიზმთან და არც ქრისტიანობასთან ესე იქცეოდნენ მისი უწმინდესობის აც განსვენებული ჩვენი პატრიარქი ილია მეორის დროსაც და შეგახსენებთ რომ როდესაც პატრიარქი გამოვიდა და თქვა რომ არ გაყიდოთ ქართული მიწა ქართული მიწის გაყიდვის უფლება არავის არ აქვს არც მეფეს არც პატრიარქს ესენი სანთლებით ხელში იდგნენ ხოლმე იქ მაგრამ ათასობით გექტარი ქართული მიწა არის გაყიდული უცხო ტომელებზე როდესაც პატრიარქი აც განსვენებული ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამბობდა რომ არ მიიღოთ ანტიდისკრიმინაციული კანონი მათ ეს კანონი მაინც მიიღეს როდესაც ბრძანა რომ არ შეიძლება უკანონობის დაკანონება მათ ეს მაინც დააკანონეს იგივე ხდება ახლაც ნუ კიდე ბევრი რაღაცის ჩამოთვლა შეიძლება იუენალური კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ კანონი რომელთაც მრავალი ოჯახი დაანგრიეს დღეს რო ოჯახის სიწმინდის დღეზე გამოდიან და ოჯახის დიდ დამცველებად არიან ჩვეულებრივი ფარისევლები აი იგივეს აკეთებენ ეხლაც ჩემო კარგებო და პატრიარქის ამ ნათქვამზე რომ დიახ დემოგრაფიული საშიშროების წინაშე დავდგებით და ამ სიტყვაში იგულისხმება არა მარტო აბორტები ის არსებული ყველა პრობლემა რომელზეც ქართველები უნდა დავფიქრდეთ რომ მართლა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგავართ და დავდგებით და უმცირესობაში ვიქნებით ცოტა ხანში გასათვალისწინებელია და ესენი გვეუბნებიან რომ თქვენ ილაპარაკეთო კაცო ჩვენ ამასო არ ავკრძალავთო არც ვაპირებთო არც გადაიხედებაო ანუ აბა რაღაცოდ გეხარ და რატოდ განან როგორ ფიქრობ იმითოდ განან რომ თქვენ გაჩვენონო ვითომ ქრისტიანები არიან მე გეუბნებით კიდე რომ სინამდვილეში არანაირი ქრისტიანები ესენი არ არიან ესენი არიან ჩვეულებრივი ფარისევლები იმიტომ რომ სიტყვით ერთს ამბობენ რომ ვითომ ოჯახის სიწმინდის დაცვა უნდათ ვითომ ოჯახი აინტერესებთ საქმით მეორე კი ამბობენ რომ კანონით ეს არ აიკრძალებო დიახ უნდა აიკრძალოს კანონით აბორტი იმიტომ რომ კანონით უნდა იკრძალებოდეს იმიტომ რომ ყველას ზნეობრივი მორალური ღირებულებები არ აქვს იმ დონეზე რომ შვილი საკუთარი შვილი არ მოკლას ეს რამდენადაც გინდა დიდი ტრაგედია იყოს ეს ასე არის მრავალი დედა ქართველიც არაქართველიც ქრისტიანიც არაქრისტიანიც მაგ გაგებამდე არ არის ჯერ რომ ეს არ გააკეთოს და ეს არის დანაშაული ჩვეულებრივი მკვლელობა რომელსაც სამწუხაროდ საკუთარი მშობლების საკუთარი შვილის მიმართ სჩადიან იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ რომ მოუნათლავად უშვებენ ამ ქვეყნიდან ადამიანს რომელიც არის ადამიანი ჩვეულებრივი პიროვნება და საშინელ ცოდვას იღებენ და ვიღებთ ყველა ერთად საკუთარ თავზე როცა აბორტის ლეგალიზაცია არის და ლეგალური არის ეს ყველაფერი და ამაზე ხმას არ ვიღებთ და ხელისუფლება ბედავს რომ აი ესეთი რაღაცა თქვას ესეთი გაუნათლებლობა დანაშაული პირდაპირ რომ ეკლესია ამ კაცო მღვდლებმა ილაპარაკონო პატრიარქმა ილაპარაკოსო ჩვენ მაგას კანონით მაინც არ ავკრძალავ იცი რატო აკეთებენ ამას იმიტომ რომ გიბედავენ იმიტომ რომ იციან რომ გაუვათ ეს ყველაფერი იმიტომ რომ ვიღაცები ბედავენ რომ მითხრან ამ ხელისუფლებაზე რომ ეროვნულია და თორმე კაი ყოფილა აი მაგიტო ბედავენ მაშინ ამ ლოგიკით ხო ქადაგიშვილს მიმართავ და კიდე ოცნების ხარდამჭერებს და ყველას ერთად რა ვიცი მკვლელობაც აღარ იყოს დანაშაული და ვიქადაგებთ ჩვეულებრივ ხო როგორც თუ ესე გგონიათ თქვენ ეკლესია რომ რავი არ მოკლათო მარტო მასე ვიტყვით და მაშ რაღაცო არის
რატო არის დასჭადი? მაშინ ჩვეულებრივ იმ მკვლელობაც ნუ დასჭით იმ ადამიანებს. და მე გეტყვი თქვენ წმინდანები ამბობენ ესეთ რაღაცას, რომ შვილის მოკლა თუ გინდა, არავინ არ მოკლავ ზოგადად და საშინელებაა მით უმეტეს შვილის მკვლელობა საკუთარი მშობლის მიერ. გააჩინეო, ჯერ მონათლე და მე ისე მოკალიო. და ჩვეულებრივ რანგში არის. მკვლელობის რანგში არის საყვანილი და ამიტომ უთანასწორებ. მაშინ მკვლელობაც აღარ იყოს, თუ კი მარტო ზნეობრივ ნორმებზე დაგყავს. მაშინ ქურდობაც ასევე აღარ იყოს კანონით დასჯადი. ჩვეულებრივ და სხვა ნებისმიერი დანაშაული, რომელიც საზოგადოებაში ხდება, არ ისჩებოდეს კანონით. აი ამას ამბობენ ოცნების ხელისუფლება. აი ესენი არიან. ამათი ლუსტრაცია ხდება და მოხდა დღეს და გუშინ. წინააღმდეგები გამოვიდნენ პატრიარქის ამ შესანიშნავ განცხადებაზე, ქადაგებაზე. ერთის წინააღმდეგი გამოვიდა მეორეც. იმიტომ რომ ორივენი აი ამ ჭაობში არიან და ორივემ ერთად თანაბრად შეგვიყვანეს ამ ჭაობში, რომელიც ჭაობშიც დღეს ქვეყანა არის, ნაცებმაც და ქოკოცებმაც და სად იწყებენ და სად მთავრდებიან ძნელი საკითხავი და გასარჩევია. და აი ესე ფარისეულურად იდგნენ და ტელევიზიებში ვითომ ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მე არავის მიმართ აგრესია და ის არ მაქვს, არავის არ ვერჩი პიროვნულად, მაგრამ ვამხელ მაგათ ფარისეულურ დამოკიდებულებას გრცხვენოდეთ სულ 3-4 წლის წინ ამბობდით, რომ პატრიარქის ამ განცხადებაზე არქივები არსებობს, რომ ეს დღე მოიპარა თურმე ეკლესიამ და მოიპარეთ იმ ხალხმა, რა ვიცი, კონსერვატორებთან ერთად, იმ ბიჭებთან ერთად, ვინც ციხეში იჯდა უსამართლოდ წლები მოიხადეს, მაგათი მონაპოვარია ეს ოჯახის სიწმინდის დღე, მაგათ კისერზე გადაიარა ამ ყველაფერმა და ჰომოფობებს ეძახდით ამ ხალხს და დღეს ამაზე წინ დგეხართ და ვითომ ოჯახის სიწმინდის დამცველებად გვევლინებით. და პატრიარქს წინარიგებში ადგეხართ, იქ ზოგი სასულიერო პირი ვერ შევიდა არც პატრიარქის არჩევნებზე და არც ინტრონიზაციაზე და ვიღაცები არ მინდა ეხლა გვარები დავასახელო იდექით იქ წინარიგებში. ხო და სხვათა შორის ჩემო კარგებო, მათაც წმინდა ოჯახები ქონდათ, ვინც ემიგრაციაში გახიზნეთ თქვენი პოლიტიკით და მრავალი წმინდა ოჯახი დაინგრა. მათაც წმინდა ოჯახები ქონდათ, რომლებიც უწამლოდ დაიხოცნენ. მათაც წმინდა ოჯახები ქონდათ, ვინც დაიღუპა თქვენი პოლიტიკით, რაც ეხება სათამაშო ბიზნესებს. მრავალი ოჯახი დაინგრა და მრავალმა ადამიანმა თავი მოიკლა კაზინოებში და აი ამ კაზინოებით არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. მათაც წმინდა ოჯახები ქონდათ, ვინც თქვენი ნარკოლიბერალიზაციის შედეგად დაიღუპნენ და დღესაც იღუპებიან მრავალი ადამიანის შეტყობინება შემომდის მე პირადად, რომ უმძიმესი ფონი არის ქვეყანაში ამ კუთხით, მრავალი ადამიანი იღუპება მოულოდნელი სიკვდილით აი ამ ნარკოტიკების შედეგად. ეს მოსაწევი იქნება თუ გასაკეთებელია, სახელებს აღარ დავასახელებ. მათაც წმინდა ოჯახები ქონდათ, აი ამ ყველას და მათაც უყვარდა თავისი ოჯახები და მათაც უყვარდათ სიცოცხლე, რომელიც თქვენ არ მიეცით და ჩაუქრეთ. თქვენ ქართველ ერს თქვენი არასწორი, არაქართული, არაქრისტიანული პოლიტიკით არსებობის საშუალებას არ აძლევთ. მოუწყეთ და უწყობთ სოციალურ ოკუპაციას, სოციალურად შეუქმნით ისეთი პირობები, რომ გააქციეთ ქვეყნიდან. თქვენ უწყობთ ქართველ ერს გენოციდს.
და ისინიც სხვათა შორის, რომლებიც არანაირად ზნეობრივად და მორალურად აბორტი არ მართლდება, მაგრამ მიიყვანეთ და გააღატაკეთ იმ მდგომარეობამდე, რომ შვილს ვერ აჩენენ და არ აჩენენ, კიდევ ვიძახი, არ ვამართლებ არაფრით მაგას, მაგრამ სოციალურ სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ ეგ ხალხი. მათაც წმინდა ოჯახები აქვთ, ვისაც წამალი უნდა და იქ დგანან და ბავშვებისთვის წამლის ფული არა გაქვთ და ვიღაცა მილიონებს იხდით, ვიღაცა მომღერალი, რომ ამღერო და ატლინკაოთ. და იმ ბავშვებისთვის წამლის ფული არ გემეტებათ. აი ამ ყველას წმინდა ოჯახი ქონდა და აქვს. მერთმა დალოცოს ყველას ამათი ოჯახები და ცხონება მიმადლოს კიდე გარდაცვალებულებს. და გრცხვენოდეთ კიდე მათ, ვინც ამართლებთ და აპრავებთ მოღალატეობრივი ხელისუფლების მოქმედებებს და კარგს ეძახით ამას. თქვენ კისერზეა ყველა ეს უბედურება, რაც დღეს ხდება. იმიტომ რომ ადამიანები სიბნელეში იმყოფებიან და პროპაგანდას დიდი ძალა აქვს და პროპაგანდას ვინც უკეთებს და უკეთებენ ამ ყველაფერს, დიდ ცოდვას იღებენ თავის თავზე. ამიტომ მე მინდა მიმართო ჩემს საყვარელ ქართველ ხალხს ყველას განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. აბორტი არის დიდი ცოდვა. მადლობა ჩვენს პატრიარქს, რომ შეომესამეს საკითხი დააყენა, გამოუცხადოთ თანადგომა პატრიარქს, ეკლესიას და მოვთხოვოთ ჩვენ ხელისუფლებას, რომ ეს ცოდვა დანაშაული იქნეს კანონით აკრძალული და ვერ გაბედონ, რომ ამისი უარყოფა, რომ ეს რაღაც ესე დატოვონ, საჯილდაო ქვად. ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს აბორტი დაშვებული, სულიერადაც და ყველანაირად, თუ კი დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ეს იქნება დადასტურებული კომპეტენტური მრავალი ექიმის მიერ და მაგ შემთხვევაშიც თავად მშობელი წყვეტავს, სხვათა შორის, როგორ და რანაირად. დანარჩენ შემთხვევაში აბორტი უნდა იქნეს აკრძალული. და ყველამ ერთად მოვთხოვოთ ჩვენს ხელისუფალს, რომ მიიღონ ისეთი კანონები, რომ აიკრძალოს კაზინოები, აიკრძალოს უცხოტომელებზე მიწების გაყიდვა და ეს პოლიტიკა შეჩერდეს და ყველანაირი პირობა შეიქმნას, რათა ქართველები დაბრუნდნენ საქართველოში. ყველანაირი პირობა შეიქმნას ამისთვის. პასუხი მოსთხოვეთ და მოსთხოვოთ ყველამ ერთად, ვინც აირჩიეთ განსაკუთრებით ეს მოღალატეობრივი ხელისუფლება, რომ ფასები, რაც დღეს ხდება, კატასტროფული ფასები ყველგან საწვავზე და ყველაფერზე არაერთი ბლოგი მაქვს ამაზე ჩაწერილი, დარეგულირდეს, გამოდიან და დაქცინიან ხალხო. და თქვენ ამ ყველაფერზე წარმატებები პრემიერო მარტო იმას გაიძახით. სხვანაირად არც აბორტების პრობლემა არ მოგვარდება. ეს დარჩება მხოლოდ სიტყვა სიტყვისთვის, არც დემოგრაფია და საერთოდ არაფერი არ მოგვარდება. ეს ისევ ესე იქნება, ისევ ესე ტაძრებში ვიხილავთ მაგათ წინა რიგებში გრძელი სანთლებით და რავი ისე მოტყუებულები დარჩებით და ის მოხდება რაც პატრიარქმა თქვა. და რავი კიდე ერთს გეტყვით, ვისაც გონიათ რომ კიდე ეკლესია მოუწოდებს სხვანაირად რომ ან აჯანყებისკენ, რაღაცა ეგეთისკენ და რაღაცა, ეს არასოდეს არ მოხდება. პატრიარქმა თქვა, ის თქვა და რაც უნდა ეთქვა, მაგაზე მეც ვერ იტყვის. და ეს უკვე დანარჩენებმა თქვენ უნდა გააკეთოთ და გადაწყვიტოთ და უნდა მოსთხოვოთ, ღირსება უნდა გაგაჩნდეთ, რომ აი ესეთ რაღაცას ვერ უნდა ბედავდეს ხელისუფალი, რაც გაბედეს და თქვენს რომ თქვენ რომ ილაპარაკეთო კაცო, თქვენ ილოცეთო და იდეოლოგიურად გაავრცელეთო და დანაშაული რო არის აბორტიო, ხო? ეგო იყოსო, მაგას არ აუკრძალავთ. აი ეს თქვენს, ეს გაბედეს, აგერ ვიდეოები არსებობს კაცო, ვისაც არ უნახია ნახავთ, რამდენიმე საათის წინ გავიდა და გააჟღერეს. აი ამას ამბობენ.
სხვანაირად წინ ვერ წავალთ. თუ თქვენი ერთობა არ იქნება და თუ კიდეა მოღალატეობრივი ხელისუფლებას, კოჰაბიტურებულ ნაცქოსურ ხელისუფლებას აირჩევთ, ჩვენ იქნებით ცოტა ხანში უმცირესობაში. ღმერთმა ნუქნას, მაგრამ ეს ფაქტია, ღმერთი ვერაფერს იზავს, თუ ჩვენს არ გადავდგით სწორი ნაბიჯები. რაღაცა ოკულტური რელიგია გონია ვიღაცებს ქრისტიანობა, რომ აი მე მარტო მივედი ვილოცე, ან მღვდელთან მოვიდა, სხვათა შორის როგორც წარმოუდგენია თო ხელისუფლებას და ძალიან ბევრ ადამიანს რომ მოვიდა მღვდელმა უნდა ილოცოს, აბრაკა დაბრაკა, რაღაცა ლოცვები წარმოთქვა და საქმე შეიცვალა. ეგრე არ ხდება, ჩემო კარგებო. თუ საქმე არ გამოვასწორეთ, თუ ჩვენი მოქმედება არ იქნა გამოსწორებული, წინ ვერ წავალთ. კაენის მსხვერპლი რატო არ შეიწირა ღმერთმა? იმიტომ რომ გული ბოღმითა და ღვარძლით ჰქონდა, შურით ჰქონდა სავსე. არც ესეთ ლოცვას და მსხვერპლს არ შეიწირავს, უფალი და არ შეისმენს. თუ კი ცოდვებს არ გამოვასწორებთ, ანუ უფალი რას ამბობს, ჯერ შენი გული გაიწმინდეო, მერე ისე მოდიო. და გულს როგორ გაიწმინდაო, კაცო? მიწას რო ყიდი, სამშობლოს რო ყიდი, ადამიანები თვითმკვლელობამდე რომ მიყავს. ქვეყნიდან რო გაასახლებ, თუ გინდა 3 მეტრიანი სანთლები დადექი წინ და რა ვიცი, მღვდლის ადგილს დაიკავ. მღვდლის ლოცვასაც არ შეიწირავს. თუ ეს ქადაგება გულთან არ მივიტანეთ ღვთის სიტყვა სიმართლე და სიმართლე თუ არ ვილაპარაკეთ. ვიღაცები ამ კუთხითაც ურევენ ხოლმე, რომ მარტო ვილოცოთ. ნინევიაში რა მოხდა? იონა წინასწარმეტყველი მიდის და უქადაგებს. ეუბნება, შეინანეთ, თორე დაისჯებით. და კონკრეტული მოქმედებები გააკეთეს ამ ადამიანებმა, სინანული გამოხატეს, მარხვა დაიწყეს, ანუ შეცვალეს თავისი საქმეები და ღმერთმა დაიფარა, დაიცვა და გადაარჩინა ეს ქალაქი. აი ღმერთის მადლი მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს და იმოქმედებს, თუ ჩვენ გამოსწორდებით, თუ არ სვიტყვით აბორტზე, თუ მოუთხოთ ხელისუფალს, რომ აბორტის ლეგალიზაცია კი არა და პირიქით აკრძალვა იყოს. თუ უცხოტომელებზე მიწის გაყიდვას არ ვაპატიებთ არავის და მოუთხოთ. და თუ კი ვინმე გაბედავს ამ ხელისუფლებაზე, თქვას, რომ კარგიაო და ღვთისმიერიაო, ფეხებით დაკიდო ის ადამიანი და ცეცხლის შეუნთო გვეშიდან. აი ამ სრულ პროპაგანდისტვის. ხო, დღეს კიდე ერთი რაღაცა მიიღეს, რო არ დამოვიწყდეს, ცენზურა. ეხა რო ქადაგებ და აგ რაღაცას საუბრობ, შეიძლება ხვალე მოგიწიოთ, რა ვიცი, აგერ ციხეზე წყალს მაინც შემომაზვით ხოლმე იმედია. ხო და მოვლენ და დაგიჭერენ და გეტყვიან, რომ მამა იაკობ რატო ამხელდიო ხელისუფლებასო? ან ვიღაცა ნებისმიერი თქვენთაგანი. ასე რომ და ამაში მთავარი დამნაშავეები თქვენ იქნებით. ვინც ოცნებას ტაში დაუკარით, ან ტაშს უკრავთ, ან ტაშის მკვლელებს უსმენთ. კოჰაბიტირებული ნაცქოცური ხელისუფლება საქართველოში უნდა დამთავრდეს. ან უნდა შეიცვალონ და მაგათი შეცვლა მე არ მჯერა. არ მოხდება. ისე კაი პროცესები მიდის იქნებ გამოიღვიძოს ხალხმა და მიხვდნენ, რომ რაღაც აი რასთან აქვს საქმე. ღვთის მადლი იქნება მაშინ, თუ გამოვასწორებთ ჩვენს მოქმედებებს. ეს თქვა პატრიარქმა. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი კაი არ იქნება. მივესალმები, მიხარია ასეთ განცხადებებს, ღმერთმა დავლოცოს და გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი და იმეც გამოთქვა, რომ ეს გაგრძელდება, ესეთი მიდგომა, სიმართლის ქადაგება უპირველესი ვალდებულება არის ყველა სასულიერო პირის და მივესალმები, ძალიან გახარებული ვარ და იმეც გამოთქვა, რომ ჩვენ სასულიერო და საერო პირებიც ყველა ერთად დაუდგებით და მხარს მივცემთ და გავამაგრებთ აი მის სიტყვებს და არ მივცემთ ხელისუფლებას, რომ გააბითუროს და გააბაიბუროს ეს სიტყვები და თქვას, რომ თურმე მხოლოდ ლაპარაკია ლაპარაკისთვის. არც ერთ შემთხვევაში. ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი, ცოცხალი ურთიერთობა ქრისტესთან. სხეული არის ქრისტესი, თითოეული თქვენთაგანი, ჩვენი ტკივილი არის თითოეული ადამიანის ტკივილი, თითოეული ბავშვი იქ რომელიც წამალს ითხოვს, ქრისტეს სხეულის ნაწილები არიან, თითოეული ადამიანი რომელიც საქართველოსდან მიდის, ქრისტეს სხეულია, თითოეული ადამიანი რომელიც თამაშით და წამლით და ნარკოპოლიტიკით, სოციალური სიდუხჭირით იღუპება, ქრისტეს სხეულია და თითოეული ტკივა. და თითოეულისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ვიბრძოლებთ. აი ეს არის ჩვენი ოჯახი, აი ეს არის ჩვენი ოჯახის სიწმინდე და არა ის ფარისევლობა,
რომელსაც ხელისუფლება ავრცელებს და თვალებში ნაცარს გაყრით. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოს, ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი ერთობით, ჩვენი სიმართლის სიყვარულით, ჩვენი სამშობლოს სიყვარულით და არა ფარისევლობით მართლა ერთად გადავარჩენთ ჩვენს წმინდა ოჯახს, დიდ ოჯახს, რომელსაც საქართველო ქვია და ღვთისმადლიც გვექნება. თუ კი მოინდომებთ და უარს ვიტყვით ცოდვაზე, ღვთისმშობელის დაგვიფაროს ყველა წმინდანები, მთავარანგელოზები და თავად უფალი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ.